მე ვარ საბანა სულაშვილი 8 წლის. ვსწავლობ ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ხატვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთის თამაში. უკვე 4 წელია თამაშობ პორტუში. მამიკო არის ძველი ფეხბურთელი და მე და ჩემი ძმა შეგვიყვანა ფეხბურთში. მე მაქვს ნიჭი და რო არ შევეყვანე, მაინც შევიდოდი. პორტუში ჩემი მწვრთნელია გიორგი კახიძე. ის არის მეგობრული და მხიარული. მას ძალიან უყვარს ფეხბურთი და ბავშვები. მე ვთამაშობ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა გოლის გატანა. ჩემს კარიერაში მაქვს 926 გოლი გატანილი. 1 გოლი გამომივიდა და ყველაზე ლამაზი. მე ვიყავი საჯარიმოში და როცა ბურთი ამიგდეს დავარტყი მაკრატელა და გავიტანე გოლი. ისე კარგად დავარტყი, მე კარი არც გაქანებულა. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა მატაობა. გამოსასწორებელი მაკ-აუტის ჩაწოდება. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ქრისტიანო რონალდო. საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშე 10 ნომრით. უკვე იმდენი შეჯიბრი მქონდა აღარც ვითვლი. ყველაზე კარგად მომახსოვდა თამაში, როდესაც ვეთამაშეთ ბათუმის სტარტს და მოვუგე 6-4. მაგ თამაში იყო ძალიან დაძაბული მატჩი და მე 4-4-ზე გავიტანე გოლი. ეს იყო გადაწყვეტი გოლი და გავლენა იქონია მატჩზე. სხვათა შორის მაგ თამაში გავაკეთე 2 ასისტიც. მე ფეხბურთელობა გადაწყვიტე 4 წლის ასაკში. დარწმუნებული ვარ ჩემს ნიჭში და ვიცი რომ გამოვალ კარგი ფეხბურთელი. მე ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მხატვარი. ხატვა ახლაც ძალიან მიყვარს და ჩემი თვისწავლე. როგორ ვისწავლე და დამეხმარა პირველ რიგში დედიკო და მე გავაყოლე მას ხაზები და გამომივიდა. ყველაზე ხშირად ხატავ ბუნებას, ფეხბურთს, ფეხბურთის კლუბებს, ფეხბურთის ფორმებს. ჩემთვის ყველაზე რთულია მონალიზას დახატვა. ყველაზე ადვილია სახლის დახატვა. მე რო გავიზრდები, ავაშენებ ჩემი ოცნების სახლს. ეს სახლი იქნება 4 სართულიანი და იქნება დიდი ეზო. ეზოში იქნება დიდი ბალახი, სტადიონი და აუზი. მე და ჩემი ცოლი ვიცხოვრობთ მეორე სართულზე. შეყვარებული ამ ეტაპზე არ მყავს, მაგრამ ადრე მყავდა. ეს იყო ბაღშიც და სკოლაშიც. პირველს იმიტომ დავშორდი, რომ სხვადასხვა სკოლაში შევედით. მეორეს იმიტომ, რომ სხვა სკოლაში გადავიდა. მომდევნო შეყვარებული მეყოლება 3 წელში. მე რო გოგო მომეწონოს, უნდა იყოს მოწესრიგებული, მხიარული და ბედნიერი. თუ ბედნიერი არ იქნება, მე გავაბედნიერებ. ცალს რომ მოვიყვან, ვიქნები 23 წლის. შვილებს დავარქმევ დათას და ნანას. ჩემ ცოლს დავარქმევ ელეს. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ხშირად ჩავდივართ ეზოში. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული ანდრია ჯანელიძე. ყველაზე ჭკვიანია ირაკლი კონცელიძე. ყველაზე მშვიდია მათე ვერძაძე. ყველაზე ცელქია ვაჩე ქათამაძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული და კეთილი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თიურმონტი, იმიტომ რომ მას ხშირად ჩავყავართ ეზოში და არის მეგობრული. ახლა მინდა ვიყო 17 წლის, იმიტომ რომ ვიქნები პროფესიონალი ფეხბურთელი. სახლში ცხოვრობთ მე, მამიკო, დედიკო და ჩემი ძმა. და მინდა მყავდეს 1 ძმა და 3 და. მე მყავს ტყუპისცალი, რომელსაც ქვია ლუკა. ის არის ცელქი, გულთბილი, ნერვების მომშლელი და ჩემზე 2 სანტიმეტრის დიდი. ნერვებს მიშლის, როცა ფეხბურთზე მატაობდა პას არ ვაძლევ. მე რო არ ვაძლევ პას, თვითონ მიშლის ნერვებს, მე ჩხუბება მე. 100% დარწმუნებული ვარ, რომ ლუკას გახდება ჩემსავით მაგარი ფეხბურთელი. მამიკო არის მხიარული, მეგობრული და ჭკვიანი. დედიკო არის ლამაზი პანჭია, ჩემზე მზრუნველი და კარგი გოგო. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია მალეფისენტა. ეს ფილმი არის ბოროტებას. ჩემი აზრით ადამიანები იმიტომ ხდებიან ბოროტები, რომ არ აქცევენ ყურადღებას. მე მარტო რჩება და ბოროტდება. ჩემი აზრით დედამიწაზე ბევრად მეტი კეთილი ადამიანია. მე ძალიან მიყვარს სიკეთების გაკეთება. ერთხელ როცა ჩემი ძმა დედასთან მიიყვანეს, მე დავიბრალე მისი გაბრაზება. ლუკამ როცა გააბრაზა ვიღაც ადამიანი, მე დავიბრალე მისი გაბრაზება. ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიკეთე. ჩადასნული ჯოხი რომ მქონდეს, გავამდიდრებდი ჩემ სამშობლოს. როგორ და ბევრ სიკეთეებს გავუკეთებდი და რუსეთისგან თავს დავცავდი. სამოგზაურო დიდი სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა.
ბავშვობიდან ჩემი ოცნებაა, რომ შემეძლოს ფრენა. ფრენა რომ შემეძლოს აქედან პირდაპირ გავფრინდებოდი ესპანეთში რეალ მადრიდის თამაშზე. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ყვითელი ლეკო. ბედნიერება არის გოლის გატანა, კარგი მეგობრები და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.